აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კვირიაკის გადამღები ჯგუფი გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, კერძოდ მიუნხენის წმინდა ვახტანგ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში შეხვდა. სადაც სადღესასწაულო წირვა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ აღავლინა. როგორ შეხვდნენ ქართველები სამშობლოს გარეთ აღდგომას და რა ტრადიციები აქვს მიუნხენის ქართველობას, თამარ სკიტიშვილი და გიორგი ნოზაძე მოგითხრობენ. საუკუნეების განმავლობაში უცხოეთში არსებული ქართული ეკლესია-მონასტრები ქართველთა სულიერ და კულტურულ სავანედ იყო ქცეული. რელიგიური, საგანმანათლებლო, მთარგმნელობითი და კულტურული მოღვაწეები წმინდა კედლებში ერთად იღვწოდნენ, რათა სამშობლოდან მოშორებულ შვილებს თავი უცხოდ არ ეკრძნოთ. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და მას დღესაც საზღვარგარეთ მოქმედი ტაძრები, მონასტრები და სამრევლოები აგრძელებენ. 13 წელია ყოველ აღდგომას გერმანიაში, ბავარიის მხარეში მიუნხენის ქართველობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზარები უხმობს უფალთან მისაახლებლად და იმ სიხარულის ერთად შესაგებებლად, რომელიც ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს თანმოყვება და რომელიც ყოველი ქრისტიანის გულში უდიდეს იმედს აჩენს. იმედს, რომელიც მარადიული სიცოცხლისა და სიკვდილითა სიკვდილის დამთვრუნველი მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს მოყვება. ჩვენი სამრევლო მიუნხენის სამრევლო ერთიანებს მიუნხენში მცხოვრებ მართლმადიდებელ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართველებსაც, არაქართველებსაც ხშირად, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შვილებს, ვინც საქართველოსდან არის წამოსული, ასევე ბავარიაში, მიუნხენის გარშემო ქალაქებიდან მორწმუნენი არიან ჩვენი სამრევლოს წევრები. ასევე სამრევლო მიტროპოლიტ აბრაამის თვითსაკურთხევით ემსახურება სხვა ქალაქებსაც, სადაც ჯერჯერობით არსებობს სამრევლოები, მაგრამ არ არიან მღვდლები. ეს არის შტუტგარტის სამრევლო, ეს არის ფრანკფურტის სამრევლო, ეს არის ნიუნბერგის, ეს არის ფრაიბურგის სამრევლო. იქ გვიწევს თვეში ერთხელ ჩასვლა მიწევს მე და თვეში ერთხელ აღესრულება იქ ღვთისმსახურება. წირვა-ლოცვა ტარდება ყოველთვის, როგორც ჩვენი ტრადიცია, როგორც ჩვენი წესი, როგორც საეკლესიო ტიპიკონია, ყოველ კვირას ტარდება ღვთისმსახურება, ასევე დღესასწაულებზე, არსებობს სრულდება ჯვრისწერები, ნათლობები. მე უნდა აღვნიშნო ის, რომ 2001 წელს, როდესაც ჩვენ აქ სამრევლო დავაარსეთ, იყო ერთი ბავშვი, ახალდაბადებული, ერთი ბავშვი. დღეს ძალიან ბევრი ბავშვია, უკვე დაიბადნენ ბავშვები, გაჩნდნენ ბავშვები, არსებობს ქართული ოჯახები, არსებობს შერეული ოჯახებიც, ვთქვათ, გერმანელებთან შეუღლებული ქართველები და მათაც ყავთ შვილები, რომლებიც უმრავლესობა ეს ჩვენს საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლად არის მონათლული და ჩვენთან იზრდებიან, ამ ტაძარში იზრდებიან, მონათლულები არიან აქ, არსებობს საკვირაო სკოლა, რომელსაც გერმანიის ქართული სათვისტომო ხელმძღვანელობს, უვლის და აი ესე ცხოვრობთ უცხოეთში ქართველები. რომ მკითხოთ აქ ჩვენს მრევლს, რომელიმეს რომ რას აპირებს, ვთქვათ, აქ რამდენი ხნით არის წამოსული, ყველა გეტყვით დღესვე რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ ვერავინ ვერ გეტყვის როდის დაბრუნდება. ყველას უნდა რომ ხვალვე დაბრუნდეს, მაგრამ არც ცხოვრებისეული მიზეზების გამო ბევრს უწევს კიდევ აქ დარჩენა და ეს ტაძარი არის ის ერთადერთი ძაფი, შეიძლება ერთ-ერთი ძაფი, რომელიც აკავშირებს ქართველებს საქართველოსთან, თავის წმენასთან, ტრადიციასთან. აი ჩვენ ხშირად გითხრამს ხოლმე რომ სად უნდა მოისმინოს ქართველმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ან მისმა შვილმა, რომელიც აქ იზრდება, ქართული საუბარი ქართველებს შორის, ქართული გალობა, ქართული სიმღერა, ქართული სიტყვა თუნდაც, ქართული ქადაგება თუ არა ეკლესიაში. აი ეკლესია არის ადგილი, სადაც ქართველები თავის ქვეყანაში გრძნობენ თავს. შეიძლება ვთქვათ ხოლმე რომ ეს არის პატარა საქართველო, სადაც როცა მოდიან სამშობლოში გრძნობენ თავს. ბევრი ჩამოდის სამუშაოდ და ხდება პირდაპირ ახალგაზრდები ჩამოდიან, სხვათა შორის 18, 20, 22 წლის ახალგაზრდები და სამუშაოდ ჩამოდიან და ხდებიან აბსოლუტურად გერმანულ გარემოში, მარტო. და ყველა ეძებს სამრევლოს, ეკლესიას, რომ იქ მივიდეს და იქ ნახოს თავისი ხალხი, თავისი ერისშვილები, თავისი ენა და თავისი ტრადიცია. ამიტომაც მე ვთვლი, რომ ეს დიდი საქმეა, რომ უცხოეთში არსებობს ჩვენი სამრევლოები და ეს შეუნარჩუნებს ქართველებს იმას, რაც მათ ერთ დღეს, ეს იქნება ხვალ 10 წლის მერე თუ 50 წლის მერე, როცა იტყვის ქართველი, რომ მე მინდა დავბრუნდე ახლა ჩემს ქვეყანაში, ის გაუცხოებული არ იქნება საქართველოსთვის და ჩავა და იქ გააგრძელებს თავის სამშობლოში ცხოვრება. ეს არის ჩვენი მისია. მე როდესაც აქ დავიწყე მოღვაწეობა, რამოდენიმე წლის მერე მისი უწმინდესობა ეწვია ჩვენს ტაძარს და მან მოგწვა ესეთი ლოცვა-კურთხევა პირადად, რომ
ყველა ქართველი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ბოლოს უნდა ჩამოხვიდეს შენ. აი ეს არის ჩვენი მისია და რა ვიცი ღვთის შეწმენით ამას და ჩვენი მიტროპოლიტის ეოფი აბრაამის თოსაკურთხევით ვახორციელებთ როგორც შეგვიძლია. მიუნხენის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული ტაძარი სწორედ ის ადგილია, სადაც სამშობლოთან შორსპოპი ქართველები ამ სიყვარულის და სიხარულის მისახარებლად მეზობელი ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან. უფლის მადრიდი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დიდი გულშემატკივრის და მეგობრის ქართველი ქველმოქმედის უდიდესი ღვაწლით წელს ჩვენს გვერდ ბედნიერება, რომ ეს სიხარული მათთან ერთად გაგვეზიარებინა. მადლობა მას ამ დიდი საჩუქრისთვის, უფალმა გაახაროს ორთავ სოფელსაშინა. ქრისტიანსკა ძვირფასო ტელემაყურებლებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოგესალმებით მიუნხენის ქართული სათვისტომოდან, კერძოდ ქართული ტაძრიდან, რომელიც წმინდა ვახტანგ მეფის დიდის სახელს ატარებს, ასე მივეგებებით მიუნხენის ქართულ სათვისტომოსთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბრიტანიობა გერმანული სიზუსტით, გერმანული დროით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომისთანავე დაიწყო და ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თამას ლომიძე წინ წარუძღვა ქართველ ფრელს, ქართველ მგალობლებს, რომელთაც ხელში ქართული დროშები ეჭირათ. წინ კი მსვლელობას წმინდა ნინოს ჯვარი მიუძღოდა. ამ სტიქაროსნების უმეტესობა გერმანიაშია დაბადებული, თუმცა იციან ახლა სამშობლოს სამსახურში დგანან. სამშობლოს, რომლის ბედი არასოდეს განშორებია მაცხოვრის გზას, თვითონაც თავიანთი წინაპრების მსგავსად ცდილობენ ასე შორიდან ემსახურონ საქართველოს და უფალს. აქ უცხოცის ქვეშ გამორჩეულად ამაღელებლად გაისმის ქართული გალობა. გამორჩეული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტკბილი ხმები უცხოობაში იშვა, არამედ იმიტომ, რომ საოცრად ახლოა მშობლიურ ნოტებთან, თითქოს გელათის უძველესი ტაძრის დაღებ ქვეშ დგახარ და არა ბავარიის მხარეში. გრჩება შეგრძნება, რომ გალობლებს სურთ საქართველომდე მიწვდეს მათი ხმა, მათი სიხარული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წირვა მიუნხენის ქართულ ტაძარში ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად ტარდება. შესაბამისად, ერთ-ერთი მედავითნეც გერმანელია. ქართველების სიძე პეტრე, რომელიც ორთოდოქსი მართლმადიდებელია და უკვე კარგახანია ქართულ ტაძარში მსახურობს. წირვის ბოლოს, ვიდრე მამათამაძის აღდგომო წითელ კვერცხს და პასკას აკურთხებდა, მრევლმა სიტყვა ითხოვა და მადლობა გადაუხადა თავის სულიერ წინამძღვარს გამოჩენილი თანადგომის და სიყვარულისთვის. ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა თბილისა სულისათა იკონოთ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება უფალს დაესწარით მრავალს. იხარეთ, იბედნიერეთ, გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას მრავალს დაესწარით. შეგვეწიოს აღდგომილი საფლავისაგან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და ძალა. დალოცოს მან ჩვენი ტაძარი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამრევლო, დალოცოს ღმერთმა ჩვენი საყვარელი საქართველო, ულოცავთ ყველას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ნათესავებს, იქაურებს ყველას და უერთდებით იმ დიდ სიხარულს, რაც უფევს მთელ საქრისტიანოში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დღეს. მრავალს დაესწარით. უფალმას თქვა, რომ ნუ გეშინიათ რამე თუ მევძლიე სოფელს. მაგრამ თავის სიცოცხლეში ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, რომ რას ნიშნავს ნუ გეშინიათ მევძლიე ამ სოფელს. და მაგრამ აღდგომას აეხილა ყველას თვალი და მიხვდნენ უფალმა დაამარცხა სიკვდილი. სიკვდილის შიში აღარ არსებობს ჩვენ შორის და თუ სიკვდილის შიში აღარ არის, მაშინ არაფრის აღარ გვეშინია ქრისტიანებს გარდა ცოდვისა და გარდაცუდი საქმეებისა. შეგვეწიოს ეს ძალა, ეს რწმენა აღდგომისა და აღმდგარიყავით ჩვენს
უფალ ჩვენთან იესო ქრისტესთან ერთად უბედურება დაგლოცოთ და გაგახაროთ. ბრავას დაესწარით. ბედნიერი აღდგომა ყველას. პროევასთან. მოგილოცავთ ამ წყინვალ დღესასწაულს, დღევანდელ დღესასწაულს. იცით, დაახლოებით 22 წელია გერმანიაში ცხოვრობდა. ჩვენი ტაძარი, ქართული ტაძარი, ეს არის როგორც სამშობლო. სამშობლოს ერთი ნაწილია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენთვის. აქ იკრიბება ახალგაზრდობა უმეტესად ჩამოდიან ყველანი და რაღაც გარკვეულწილად ოაზისია პატარა საქართველოსი. ჩვენი სარწმუნოების და ამის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია დღესდღეობით ჩვენი აქ ყოფნა საერთოდ. ეს არ არის მარტო რაღაც სიმბოლიკა და დღეს აღდგომას ხვდებით, რა თქმა უნდა, და სხვადასხვა დღესასწაულებს, მაგრამ აქ ძალიან ისეთი ცხოვრებისეული ბევრი მომენტები წყდება ხოლმე და ძალიან ბევრი დახმარება ახალგაზრდებისთვის, სულიერ დახმარებაზე ვაპარაკობ, რა თქმა უნდა და სწორ გზაზე დაყენებას აქ და ძალიან ბევრი კარგი ამბები ხდება ხოლმე ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს სასამრევლოში. ყველა ქართველს მიულოცავ დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა. ჩემი სახელი, ჩვენი მიუნხენის სახელით, ინგოშტატის სახელით, ყველა ქართველის სახელით ულოცავ ყველას ამ წმინდა დღესასწაულს. იცით, უკვე მეგონი ცოტა ისეთი ლიტონის სიტყვა შეიძლება გამოვიდეს, რომ სამშობლოში დაბრუნება ყველაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ მთავარი მეგონი მაინც ის არის, რომ სადაც იქნები, შენი სამშობლოს ელჩილო იყო ყოველთვის. მეგონი ეს არის მთავარი მომენტი და ახალგაზრდებს უსტურებ ბეჯითაც სწავლას, რა თქმა უნდა, და სამშობლოში დაბრუნებას. ამან გადაგვარჩინა, თუ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია რო არ გქონოდა, ჩვენ ვერ შევიკრიბებოდით, ეს ერთი. მეორე, ჩვენი სულიერი მდგომარეობა ალბათ ძალიან ცუდი იქნებოდა და ჩვენ ამას ვეღარ გადავიტანდით, მიუხედავად ყველაფერი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ის რაც შენია, ის არ გაქვს და ამ დროს როცა შენ აქ უკვე შენი ეკლესია გაქვს, ჩვენ აქ გვაქვს საქართველო, პატარა საქართველო, ჩვენ აქ უზიარებთ, გულთკივილია, სიხარულია, ყველაფერი ერთად და ეს ჩვენი დიდი სიხარული ნამდვილად არ ვიცი, ეს არის სიხარული და მე ვერ წარმომედგინა, რომ თუ ამდენი მოგროვდებოდით და დღეობით გიხედავთ აგერ რამდენი ვართ და ღმერთის წყალობით და უფლისნებით აი ჩემი შვილიშვილები სტიქარში არიან და ჩემი შვილიც აქ სტიქარში იყო და ყველანი მემსახურებოდით ამ ეკლესიას. ეს ტაძარი ძალიან კაი ტაძარი არის. აქ ბევრი მეგობრებიც მყავს. აქ პატარა სახლი არის და იქ არის ქართული სკოლა. იქ დავდივარ სკოლა. ეს არის ჩვენი ყოველკვირეული შეხვედრის ადგილი, სადაც ვადიდებთ ღმერთს და არა ვართ მოწყვეტილები დედა ეკლესიას, ანუ ჩვეულებრივად აღევლინება წირვა-ლოცვა და ყოველ კვირა დღეს ვართ ნაწილი საქართველოსი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ საზღვარგარეთ. გილოცავს და მრავალს დაესწარი ჯანმრთელად ბედნიერად და ულოცავ ყველა ქართველს, ყველა საზღვარგარეთ ყოფ ქართველს და საქართველოშიც რა თქმა უნდა. უწყლოდ ადამიანი ხო ვერძლებს, ისია ჩვენთვის დედაძალი. დიდი მნიშვნელობა აქვს და მოხარული ვიქნები თუ ავსტრიაშიც სადმე ჩვენთან ახლოს ზალცბურგში, იმიტომ რომ ჩვენ გლახად აფერა იცი ან უნდა წავიდეთ ვენაში 350 კილომეტრი ან მიუნხენში 300 კილომეტრია. ჩვენ არა გვაქვს ქართული ტაძარი და სადაც ჩვენ მოგვემხრობა უფრო რავი კარგი იქნება თუ ზალცბურგში იქნება, იმიტომ რომ ბევრი ქართველია რომელიც ელოდება. ბევრი ქართველი ცხოვრობს ზალცბურგში, სადაც ჩვენ მხარეს იქით და ყველა ელოდება, არის კიდევ სიმართლე ამ 2008 წლის ომის მერე ბევრი ქართველი არ დადის რუსულ ეკლესიაში. აქ თავისებური პროტესტი ვერავის ვერ დაუშლი, სახში ხატებს უბრძანდება ლოცულობს ყველაფერმა და ვერ დადის. საშუალება არ აქვს მიუნხენში რო წავიდეს, ან ვენაში რო წავიდეს და კარგი იქნება თუ მაინც რა ვიცი, ჩვენ ქართველები ვართ და არ დაგვიწყებია ჯერ ის ტკივილი არ დაგვიწყებია, რაც მოგვაყენენ ბავშვობიდან მისდებით მაგით და რა ვიცი. კარგი იქნება თუ დაგვეხმარება საპატრიარქო რომ ზალცბურგში გაკეთდეს ქართული ეკლესია. ქრისტე აღწევთ საქართველოში.
ნაკურთხი პასკებით ხელდამშვენებულები დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დილით კვლავ შეხვედრის იმედით. აღდგომის შუადღით ტაძრის ეზოში ქართველები ტრადიციულად სუფრას შლიან. ასე ქართული ტრაპეზით იხსნილებენ. თუმცა ჩვენ დილით ადრე დრო ვიხელთეთ და ვიდრე მათ შეუერთდებოდით, გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ბატონ ლერი დათაშვილს სახლში ვესტუმრეთ და აღდგომა მივულოცით. გზავრებით ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან ბატონ ლერი დათაშვილთან, რომელიც აი აქ ამ კორპუსში ცხოვრობს, თავის ოჯახთან ერთად, რათა მიულოცოთ ბრწყინვალე აღდგომა. თქვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტე აღსდგა. ეს გახავს სწორედ მათი კარი. დავაგაგუნოთ. ქრისტე აღსდგა. გალს და ეს წარით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით, როგორც წეღან თქვით, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან ბატონ ლერი დათაშვილის ოჯახში, სადაც მოვედით აღდგომის მისალოცად და როგორ ხვდებით ბატონ ლერის ზოგადად აღდგომას, ჩვენ წუხელ უკვე შევხვდით ერთმანეთს წირვაზე და დღეს ამიტომაც გესტუმრეთ თქვენ, რომ გითხრათ, როგორია ქართული ტრადიციული აღდგომა მიუნხენში, გერმანულ სათვისტომოში. დიდი მადლობა, გამარჯობათ, ქრისტე აღსდგა. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული, ქრისტე აღსდგა ჩემო სამშობლო, ჩემო საქართველო და მადლი და ძალი უფლის აღდგომის შეეწიოს ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად მიუნხენში და გერმანიაში ჩვენ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ეკლესიაში ქართულ ტაძარში ქართული წირვალოცვით შევხვდეთ აღდგომას, ქართულ ენაზე, ქართველი მამაოს მიერ ჩატარებული წირვით. უამრავი ქართველობა იყრის თავს ტაძარში. ხანდახან 500 და უფრო მეტი ქართველი მთელი გერმანიიდან ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც მიუნხენში ქართული ცენტრი არის, ქართველების ცენტრი და გერმანიის ქართული სათვისტომოც აქ არის. ასევე ჩვენი ეკლესია უკვე თითქმის 15 წელი გავა, სადაც რაც ფუნქციონირებს და ეს არის უდიდესი სიხარული, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთად ამდენი ქართველი შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ფაქტიურად მთელი ღამე გრძელდებოდა ეს წირვა, დილით 5 საათზე დამთავრდა ყველაფერი, ყველა გახარებული, გაბრწყინებული სახეებით უბრუნდება ოჯახებს და ჩვენც ახლა დღეს ამ დილის სააღდგომო სუფრაზე გიწევთ, გთხოვთ დავბრძანდეთ და თუ შეამჩნევდით, ალბათ უკვე ქართული ტრადიციული სუფრა არის, ქართული ღვინოებით და კონიაკით დამშვენებული, ქართულად შეღებილი კვერცხებით, ასე ვთქვათ, ენდროთი შეღებილი, ხაჭაპურით და სხვადასხვა და გთხოვთ დავბრძანდეთ და ისიამოვნოთ. ამისთვის კი ქალბატონმა ლალი მიზრუნა დილიდან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი კვერცხი იყოს ქართულად შეღებილი, ქართულად გამოიყურებოდეს და რა ვიცი, ვზრუნავთ მაგისთვის, ხან ხახვის ფოთლებს ვაგროვებთ, ხან ენდრო გვაქვს და ყოველთვის გვაქვს აი ესეთი მუქი წითელი კვერცხი. და რაც თავარია, გაქვთ ჯეჯილი, რომელიც ქართული ტრადიციული კი, ეს მე და გიორგი ვაკეთებთ ხოლმე მაგას, ყოველთვის წინასწარ ვემზადებით და მწვანე ჯეჯილით ხვდებით აღდგომას. თქვენ რას გვისურვებთ ამ აღდგომას? საქართველოს და აქ ცხოვრებ ქართველებს. დიდ ბედნიერებას, დიდ სიხარულს. რა ვიცი. ჩვენ ყველას ძალიან გვიჭირს აქ ყოფნა საქართველოს გარეშე და ძალიან გვტკივა ყველაფერი. და ძალიან გამძაფრებული გვაქვს ეს ყველანაირი გრძნობა და ამიტომაც დღევანდელი დღე, როგორც შობის დღესასწაული ჩვენთვის არის ძალიან დიდი იმედის და ძალიან დიდი სიხარულის იმედის მომტანი. მიუნხენის ქართული ტაძრის ეზოში ქართული სუფრა უკვე გაშლილი დაგვხდა. ქართული სუფრის ყველანაირი ატრიბუტით. ერთ კუთხეში მწვადები იწვებოდა, მეორე კუთხეში ღვინოს ესხამდნენ, მესამენი სუფრასთან მღეროდნენ. ულამაზესი მწვანე ეზოდან კი ქართველი ბავშვების მხიარული შეძახილები ისმოდა. ჩვენც მათგან გავეშურეთ. ახლა ვიმყოფებით ქართული ეკლესიის ეზოში, სადაც ხშირად
ხშირად არა, თითქმის ყოველ კვირას თამაშობენ ქართველი ბავშვები, აქ სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ერთმანეთის სიყვარულს და ქართულ ენასაც. დიახ, ეს თამაშით ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და შემდგომ იმედია დიდი მეგობრები გახდებიან როგორც ერთმანეთის, ასევე საკუთარი სამშობლოსი. ჩვენ ახლა წავალთ და გავეცნობით მათ. რამდენიმე მათგანს გავესაუბრებით, კიდეც წავიდეთ. გიორგი, ქრისტი აღსდგა ბავშვებო. მე ნინო მქვია. გამარჯობა საქართველო და აღდგომას გილოცავთ. მე მქვია ლუკა. გვარი? გოგიაშვილი. ლუკა, რა სიტყვის საქართველოს მიულოცი აბა აღდგომა? საქართველოს გაუმანჯოს. მამა თენოლომერი ალთაგაფინა იკალსა ხელი ფენი სუპერა ფენი იკალსა ხელი ჩვენ დღეს სწორედ ამ პატარა ქართველის აღურანილი ლოცვით გემშვიდობებით მომავალ კვირიაკემდე, რომელშიც ქართულისათვის ტომოს საქმიანობას და წევრებს ახლოს გაგაცნობთ. იმ ადამიანებს, ვინც გერმანიაში საქართველოს თავის სამშობლოს მართლაც ღირსეულად წარმოაჩენენ და თავისი ქვეყნის ნამდვილი კულტურული ელჩები არიან.